მე თვითონ დავიცვი გაგაზრდელოთ გილოცავთ ისევ და ისევ სახლის კურთხევას როგორც კი ვაგზელებთ ხოლმე ამ თემას ყოველთვის სახლის კურთხევას პირველ რიგში ულოცავ და რა თქმა უნდა სახლის და ოჯახის კურთხევა შვილის ძალიან ძირფასია მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა დღესასწაულია დღეს წმინდა ნინოს ხსენება წმინდა ნინოობას გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენება ნინოობა ასე შეიძლება თქვა წმინდა ნინოს ხსენებას რომელიც არის მოციქული რომელიც მოციქულთა სწორი რომელიც არის ქართველთა გამონათლებელი და საერთოდ მისი მისია იყო უნიკალური და სასალთმოქმედი ამიტომ მიუხედავად იმისა რომ წმინდა ნინო მოაქცია საქართველოს დღეს ამ ძიმე დროში კიდევ ამის თქვათ თავიდან განხორციელება ხდება ეკლესია კვლავ ცდილობს მუშაობს ხადაგებს ლოცულობს აკურთხებს კვლავ წმინდა ნინოს დაწყებულ საქმეს და ჯერ კიდევ მოციქულების დაწყებულ საქმეს და წმინდა ნინოს გაგრძელებულ საქმეს ეძლევა ესე ვთქვათ დღეს აგრძელებს ეკლესია რა თქმა უნდა შედარებით უფრო მძიმე დრო არის შედარებით უფრო სოდებით დამძიმებულია დრო და სივრცე რატო არა იმიტომ რომ უფალმა შექმნა რამე მძიმე დრო და მსუბუქი დრო არა დრო ღვთისმილება რომელიც ღვთის განზომილება ღვთის მიერ ქნული მეცნიერულ თემა აღარ ჩავყვებით ამას მაგრამ ამავე დროს ეს კურთხეული დინება დროისა თავისებურ დღეს აპოკალიფტური დავარქვათ ესქატოლოგიური და ვიცი როგორც განცდაშვენი როგორი იქნება ამ დროში მით უმეტეს უნდა აღნიშნოთ ისიც რომ უამრავი ცოდვების გამო კვლავ თავიდან მოსაქცევია ჩვენი იერი პრინციპში თავიდან მოსაქცევია იმ გაგებით რომ კვლავ იგივე ასე ვთქვათ რევერსია გასაკეთებელი კვლავ ისევ თავიდან შერიგება ღმერთთან ისევ საჭირო სულ მუდამ შერიგება სულ მუდამ დაბრუნება ღმერთთან რატომ იმიტომ რომ ყოველთვის ასეთ პერიოდებში გარდამავალ პერიოდებში რაღაცა ციკლების დამთავრების პერიოდებში ხდება ყოველთვის ჩნდება ისეთი პრობლემები ისეთი ხილული და განსაკუთრებით უხილავი ბრძოლები როგორც ინდივიდუალურ ისე ოჯახურ ისე ეროვნულ დონეზე რომლებიც საჭიროებს თავიდან ისე ღმერთთან დაბრუნებისკენ მოწოდებას განახლებას მუდამ დაბრუნებას მუდამ ისე ერთგულების დადასტურებას ქრისტესადმი ერთგულების დადასტურება ქრისტესადმი ერთგულების აზრით სიტყვით და საქმით ამიტომ ღმერთთან მისვლა ნიშნავს იმას რომ შენ ბალას იშორებ შენ სიბნელეს იშორებ შენს განუვითარებლობას ვთილობ რომ განვითარებად აქციო შენს ვიწრობ სოფხედულობას ვთილობ რომ გააფართოვო შენს უსწავლელობას ვთილობ რომ სწავლით შეცვალო და შენს გულის მიერ სიბნელეს და გონების მიერ დაბინდულობას ნათელითა და განსწავლულობითა და გაღრმავებით შენი ქრისტიანული ცოდნისას ვთილობ რომ ნათელი ქრისტესი ხომ და ლოცვაც არის ცალკე იცით ქრისტე ნათელი ჭეშმარიტო და ასე შემდეგ იცით ხარ წავლით ხომ ლოცვას ამ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს და ძლიერი ლოცვა ასე ღრმა ლოცვა ქრისტემ მართლაც ნათელი ჭეშმარიტი რომელიც ქრისტემ დაავალა რომ შეეტანა წმინდა ნინოს საქართველოში მანამდე კიდევ მოციქულებმა თვითონ ქრისტესვე და ღვთისმშობლის კურთხევით მოიტანეს და განანათლეს ჩვენიერი მაგრამ წმინდა ნინომ ეს ნათელი ასე ვთქვათ სახელმწიფო დონეზე ლეგალურ დონეზე და ოფიციალურ დონეზეც კი შემოიტანა და განაცხადა როგორც უკვე ტკისე სარწმუნოებრივი სახელმწიფო რელიგიას მართლმადიდებლობა როგორც ასე ვთქვათ რელიგია რომელიც არა მარტო უბრალოდ რელიგიაა და ერთ-ერთ რელიგიათა შორის არამედ რელიგია თვითგამოცხადებული რომელიც უფლის აბსოლუტურ თვითგამოცხადებას კაცობრიობისადმი მოწმობს ლოკალურად საქართველოში როგორც ცენტრში ერთ-ერთ ქრისტიანულ უმთავრეს ერთ-ერთ თავარ ცენტრში და ამას ბევრი არაქრისტიანიც კი გზნობს და ადასტურებს რომ საქართველოს არის ერთ-ერთი არა ერთადერთი მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ქრისტიანული იმპულსისა დედამიწაზე და სამყაროში ამიტომ ვიცახი იმას რომ დღეს ამ ცენტრს ამ ფეთქვას ამ ცენტრისა ქრისტიანული ვიბრაციით ფეთქვას მისი გულის სცენით ფეთქვას წმინდა ნინოს კურთხევით და ღვთის კურთხევით ღვთისმშობლის კურთხევით რომლის ჯვარიც წმინდა ნინოს სასწაულებრივად გადაეცა ეს ისტორიაც იცით აღარ მოყვეთ და ფეთქავს და ანათებს და პულსირებს და ამ დადებით ენერგიას მადლს ღვთაებრივ ვიბრაციას რომელიც ჩადო ამ ცენტრში უდიდესი ქრისტიანული ტრადიციების საქართველოში ჩადო წმინდა ნინომ ეს ფეთქავს პულსირებს და აუცილებს თავის კეთილის ყოფილ მაყურნებელ
ვიბრაციას და ენერგიას, რომელიც ვრცელდება და ამის რეზონანსში უნდა მოვიდეთ ჩვენ და ამის შესაბამისად, ამის და არა მამონას გულისცემით უნდა და რიტმით უნდა ვიცხოვროთ, არამედ ქრისტეს გულისცემით, ქრისტეს რიტმით, ანთროპომორფული შედარება, მაგრამ უნდა თქვათ, რა ვიცი, ანთროპომორფული შედარებაც არის საჭირო, მით უმეტეს, როცა სრული ღმერთი, სრული კაცი იქნა და ანთროპომორფული ღვთაება კი არ არის ქრისტე. იგი უბრალოდ ღვთაებრივი განგებულებით ასე მოხდა, რომ სრულმა ღმერთმა სრული კაცის სახით მოსვლა ინება ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისათვის. ამიტომ მისი კურთხევით და მისი ესე ვთქვათ რიტმით, მისი მიერ მოცემული კურთხევა რიტმით უნდა ვიფუნქციონიროთ ჩვენ ამ ძიმე დროში. ძიმე ჩვენი ცოდვებითა და ჩვენი დანაშაულებებით და ჩვენი არასწორი არჩევანითა და მოუნანიებლობით. თორემ ყველაფერი გამოსწორებადია და ვასწორებთ, ვცდილობთ. იდეალი და შეუცდომელი და ყოვლისმცოდნე ვინ არის, მაგრამ ვცდილობთ, რომ უფრო უკეთესი გავხდეთ ვიდრე ვართ, უფრო მეტი შევიმეცდოთ ვიდრე ვიცით, უფრო ცუდი კარგი გახდეს კარგი საუკეთესო და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გულისხმობთ წმინდანინოს დღესასწაულს ვილოცავთ რა, გულისხმობთ იმას, რომ ჩვენ თანამებრძოლი ვართ წმინდანინოსთან ერთად. ვნებებთან პირველ რიგში უხილავ ბრძოლას, ჩვენ შიგნით ვყოფ უხილავ ნეგატივს, ჩრდილოვან მხარეს. ვნებებთან ბრძოლაში, მათ დათრგუნვაში, უფალთან მარადიულად ჯერ უკვე აქ მიწაზე დამკვიდრებაში, მოგლეჯოში და მოშორებაში ყოველგვარი ნეგატივისა და შერწყმაში უფლის მადლთან უკვე აქ მიწაზე ზიარებით, ახსნებით და ასე შემდეგ იმ საიდუმლოებით, რომლებიც თუნდაც დღეს აგემრიული ხართ და ეს ზიარება დღეს კვირადია და ემთხვა წმინდანინობა და აი ეს ზიარება და უფალთან შერწყმა უფლის მადლთან სისხლთან ხორცთან გასისხლის და ხორცის შესისხორცება მოხდა თქვენში. ამიტომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც მოსცა ადამიანებს რჯული და რომლის შესრულების არა მარტო რჯული მისცა, მისი შესრულების კურთხევა მისცა, რომ მოგეცეთ ყოველივე და ამავე დროს შეასრულოთ. ისწავლეთ შემდგომ პირდაპირ ამბობს. თუ ადამიანი ცოდებს, ნანობს, გლოვობს, შეინანებს და ეცდება რომ გაატაროს ცხოვრება ისე როგორც ღვთისმსხნელები გვასწავლის, როგორც შეძლებს მცდელობა უკვე სათნოება, ის ღვთისაგან დაილოცება და იკურთხება. და ამის თუნდაც პირველი მოწმეთ ამ ასეთ ცხოვრებისა და მისი ნეტარი ცხოვრების და ნეტარი აღსასრულისა თვითონ წმინდა ნინო არ არის, რომლის ხსენებასაც აღვაწოდოთ ჩვენ დღეს. ამიტომ გილოცავთ და კვლავ მეტი მოვიდომოთ, გახსოვთ თქვენ სასუფეველით სათა იძულების ძალითი ძალა გულისხმობს სწორად იმას, რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ. ძალიან მძიმეა ცხოვრება, მძიმეა. გამრავდა ნეგატივი, გამრავდა ვთქვათ, ყოველივე ისაც გვიშლის და ნეგატივზე არ მინდა დღესასწაულს საუბარია, გვიშლის და გვემტერება და გვებძვის ხილული თუ ხილავის სახით და უხილავი ყოველთვის ხილულში ვლინდება ხოლმე. ეს იქნება ადამიანების დანაყოფი, ეს იქნება შინაგანი ბრძოლა, ეს იქნება სიტუაციები და გარეშე ვთქვათ რაღაცა სოციუმიდან მოვლენილი თუ ეს არის სხვადასხვა მოულოდნელი დაბრკოლებები, რომლებიც წარმოიშვება ხოლმე, რა ვქნათ ახლა, მაგრამ ძალითი ძალით გულისხმობს ეს, რომ საკუთარ თავი ვაიძულოთ, გადავაბიჯოთ ჩვენს ეგოიზმს, შევასრულოთ ღვთის ცნებები, არ შევცოდოთ, მაგრამ თუ შევცოდეთ, მოვინანიოთ, ყოველთვის შეგვეწევა უფალი და დაიმკვიდრებს მისი მადლით ჩვენში, თუ მოვინდომებთ და მოვინანიებთ ცოდნას ყოველთვის. ვეცადოთ და აუცილებლად გზა ისედაც წმილი უფრო მსუბუქი და წმილი გახდება ჯვარკუთხედობა. კვლავ წმინდანინობას ვილოცავთ ასეთი წმინდანი, რომელიცაც წმინდანინო წარმოადგენს ეს წმინდანინო, ეს არის ის წმინდანი, რომელიც საოცარი სინაზით, საოცარი დედობრივი სიყვარულით, მისი ფაქიზის სულიერობით, მისი ესე ვთქვათ, როგორც ზრუნველობით, თითქოს დედა გზდის ჩვენ ყოველ ჩვენთანაც გვანათლებს რა გზდის სულიერად, ხო? ქრისტეში გზდის. დიდი შემწე არის. მისი მაკუთხეველი მარჯვენა ძალიან დიდ შეწევას მისი წმინდა ჯვარით. შეხედავ მარტო უკვე წმინდანების ჯვარს შეხედავ, სამლებიც ამოგება ესეთი დედობრივი ტკბილი, მისი კეთილი, ასე ვთქვათ, თვალები, ხატები, რომ ხატზე წმინდანებს ყველასგან გაარჩევ. მისი კეთილი თვალები, მისი კეთილი დედობრივი მზერა, თვითონ უზარმაზარ დადებით ენერგიას და მალს ასხივებს და უშობს ხატი და როგორი შეგზნება ხდება. თითქოს ზეციდან ჩამოფრინდაო და ეს ჯვარი მოგვიტანა, უცბად ზეციდან მიეცა ეს ჯვარი. და გულისხმობს იმას, რომ
თქვენ არ ახართ მიტოვებული, თქვენ არ ახართ სხვერპლი, თქვენ არ ახართ ასე მიგდებული, არამედ თქვენ გფარულობთ ზეციური გვრიტი, ზეციური რაც მშობელი, ესე მოვიდა, მოფრინდა ჩვენთან, დაგვიფარა, მოგცა თავისი უვიწო სული, თავისი წმინდა ცხოვრებით გვიჩვენა, როგორ მოვიპოვოთ ის ნავსახუდები, რომელიც წმინდანინო გვიჩვენა გზა, საკუთრებისაგან მიმავალი გზა გვიჩვენა, ღვთის საკუთრებისაგან მიმავალი გზა. ეს ადვილია, რამხელა წარმოიდგინეთ, რამდენი ტანჯვა, რამდენი ბრძოლა ეხლა რაც ჩვენ ვიცით და რაც არ ვიცით, რა გადაიტანა მან. აბა როგორი ძნელი. ამიტომ მეტად ხარ თქვენ და ბედნიერია ის ზიარი, ის ოჯახი და ის ინდივიდი, ადამიანი თითოეული, რომელსაც წინაენო მიცა აი ესეთი პატივი მიაგო, მიცა იმისა, რომ მას შეძლო, რომ მისა რომ ცნების აღშლება დაავალა. და ვადიდოთ უფალი და მასთან ერთად დავემკვიდროთ. უკვე აქ მიწაზე მოვიშოროთ ყოველგვარი ნეგატივი რა ვქნა, გადავსახლოთ ჯვარი, შევუნდოთ აზრი და იგავარაკი გამოვიტანოთ, როგორ მოვიქცეთ, წარსული იყო, გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, შეუცდომელი არავინ არ არის და ყოვლის მცოდნე ადამიანის ხვედრი ეს არ არის, აუცილებელი შეუცდომელი და ყოვლის მცოდნე. მოვინანოთ, უკეთესი გავხდეთ, ვეცადოთ უფრო გავფართოვდეთ, მეტი მასშტაბურობით მივხვდეთ, რა ვქნათ. ვიყვარდეს, ვაპატიოთ, გავიაზროთ, დავждეთ, ვისაუბროთ, ყოველთვის სახლში იქნება ეს ყოველთვის ამიტომ საკურთხეველს ვაღმობ ესეთ საუბრებს, სანამ მე ინდივიდუალური საუბრები იქნება. მოვიფიქროთ, ერთად ვიაზროთ, ერთმანეთს ვასწავლოთ, მარტო მონოლოგი არ არის ქადაგება. მე გრძელდება ხო საუბარი მრევლთან. ეს ანიშნავს, რომ მარტო მე ვასწავლი და თვითონ მე არაფერს არ ვსწავლობ. ხო, ნუ იქნება სპირიტს ვასწავლი, ვსწავლობ და სპირიტი ორქრივი მოძრაობა, როგორც სიყვარული, სწავლაც ორქრივი მოძრაობაა. ამიტომ ვეცადოთ, რომ ესე მივყვეთ და უფრო ძლიერი გავხდებით და შეცემას ვიგრძნობთ აუცილებლად. შვიდ და წყნარად ქრისტეს გზაზე ვიაროთ, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ, ჩვენს იყოს თქვენთან.